ამერიკელ მოციგავე ტონი ბენშოპს სიჩქარე უყვარს. თუმცა ციგაზე გაწოლილს, როცა ყინულის ტრასაზე 160 კილომეტრის სიჩქარით მიექანება, ხშირად ეშინია. ციგაზე წონას სწორობის შენარჩუნება განსაკუთრებულად სახიფათოა მაღალი სიჩქარის განვითარების დროს მოსახვევშია. 30 კილომეტრის სიჩქარე განავითარა, მაგრამ სპორტსმენი ბოლო მოსახვევში შესვლისას ციგიდან ამოვარდა. იგი ჰაერშივე შეეჯახა, რკინის პოდს და სასიკვდილო ჭრილობებით გარდაიცვალა. ციგაობა 1964 წლიდან ოლიმპიურ შეჯიბრზე ყველაზე სწრაფი სპორტის სახეობაა. 1964 წელსვე ყინულის ტრასას პირველი ავსტრიელი მოციგავის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეორე ქართველი ნოდარ ქუმარეტაშვილი აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ სპორტსმენის სიცოცხლე სპორტში დაშვებულ შეცდომას არ უნდა შეეწიროს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტრაგედიის მიზეზად ადამიანური ფაქტორი კატეგორიულად. როგორც ჩანს, ციგაობა სპორტის ის სახეობაა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება სჭირდება. გამოცდილება კი წლებს მოაქვს. ყველაზე წარმატებული სპორტსმენები 30-დან 40 წლამდე არიან. ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ამას ასაკში ყალიბდებიან. დიდი გამოცდილებაა საჭირო იმისათვის, რათა ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეძლო. სპორტსმენებს უსაფრთხოება მაინც აშფოთებთ. ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ საერთაშორისო ფედერაციებთან. ისინი ეთანხმებიან ჩვენს მიერ შემუშავებულ დიზაინს, მაგრამ უპირველესი მოთხოვნა უსაფრთხოების ზომების დაცვაა. ვანკუვერის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერი რენე სმით ვალიდი ამბობს, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის ტრასა გასინჯული იყო საერთაშორისო მოციგავეთა და ბობსლეის ფედერაციების მიერ. როდესაც ტრასის მშენებლობა მთავრდება, ხდება რაღაც სახელად ჰომოლოგიზაცია, რაც ნიშნავს სპორტის ორი ფედერაციის მიერ სერტიფიკატის გაცემას იმისათვის, რომ ტრასა მზად არის სავარჯიშოდ და შეჯიბრისთვის. ასე რომ ეს საკმაოდ მკაცრი პროცესია დიზაინის განვითარებიდან ტრასის გამოცდამდე. წინ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაა. საციგაო ტრასის შემქმნელები ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარეტაშვილის ტრაგიკული სიკვდილის მაგალითზე ტრასის დიზაინსა და უსაფრთხოებას მეტ ყურადღებას დაუთმობენ. მით უმეტეს, რომ ჯერ ტრასის დიზაინი დამტკიცებული არ არის. ამერიკელ მოციგავე ტონი ბენშოფისთვის კი 2010 წელი ბოლო გამოცდილებაა. რუსეთის ყინულის ტრასას იგი ვეღარ გამოცდის. ბენშოფი ხანდაზმულობის გამო დიდი სპორტიდან მიდის. ირინა ცერცოძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.